ეხლა ვიცი ძალიან ბევრი ადამიანი გაბრაზდება ჩემზე. განსაკუთრებით ისინი, ვინც ცხოვრების აზრად თავის შვილებს მიიჩნევენ. დაფიქრებულ ხართ, რაში მდგომარეობს თქვენი ცხოვრების აზრი, მნიშვნელობა. და რატომ შვილები არა? იმიტომ რომ ეს არ არის ცხოვრების აზრი, ეს არის ჩვეულებრივი ბიოლოგიური ფუნქცია, რომელსაც წარმატებით დაწყებული ერთუჯრედიანი ამებადან და კალამანა პოსტალადა ყველა ცოცხალი არსება დედამიწაზე წარმატებით ახორციელებს ამ ფუნქციას. არა. მე ვთვლი, რომ ადამიანები განსხვავდებით ცხოველებისაგან და სხვა ცოცხალი არსებებისაგან და ჩვენს ცხოვრებას სხვა გაცილებით უფრო განსხვავებული და განსაკუთრებული აზრი აქვს, ვიდრე უბრალოდ ახალი თაობების გენერირება. არ ფიქრობთ ასე? თანაც უყურეთ, როდესაც შვილს აქცევ შენი ცხოვრების აზრად, ძალიან დიდ ტვირთს აკისრებ მას. წარმოიდგინე ეხლა, რაოდენ ძნელია, აი შენი თავი წარმოიდგინე ამ ადგილზე, რომ იყო ვიღაცის ცხოვრების აზრი. საშინელი ტვირთია რა. იგივეა, როცა მეუღლე ან შეყვარებული ერთი თუ მეორე გენდერს არ აქვს მნიშვნელობა, თავის ცხოვრების აზრად ხდის მეორე ადამიანს. ძალიან ძნელია. მაშინ რაში მდგომარეობს ჩვენი ცხოვრების აზრი? ერთადერთი აზრი, რაც აქვს ჩვენს ცხოვრებას, მდგომარეობს იმაში, რომ გავხარჯოთ დრო, რომელიც მოგვეცა. ანუ ჩვენი სიცოცხლის დრო, რა თქმა უნდა, თავად ჩვენი სიცოცხლეა ეს დრო. და გავხარჯოთ ეს დრო მაქსიმალურად საინტერესოდ. მაქსიმალურად ნაყოფიერად. და ახლა ისმის კითხვა, მაშინ რაში ხარჯავს ადამიანების უმრავლესობა ამ დროს? ბრძოლაში. ვინ ქალსა და მამაკაცს შორის ბრძოლაშია და ვინ უფრო მაგარია მის მტკიცებაში? ვინ სიღარიბესთან ბრძოლაში და თვითგადარჩენისათვის ბრძოლაში? ვინ სამართალი უსამართლობისთვის ბრძოლაში? ვინ სიყვარულისთვის იბრძვის? ვინ თავისუფლებისთვის? ვინ დამოუკიდებლობისთვის? თუმცა დამოუკიდებლობა და თავისუფლება ჩემი აზრით ამ კონტექსტში ერთი და იგივეა. და თუკი თქვენ ეს თქვენი ბრძოლა გართობთ და გაინტერესებთ და გაძლევთ შესაბამის ნაყოფს, შედეგს, ხომ? მაშინ შეგიძლიათ აქვე დაასრულოთ ამ ვიდეოს ყურება. ხოლო თუ დაიღალეთ ამ ბრძოლით, თუ გნებავთ გამოხვიდეთ ამ ბრძოლიდან და უბრძოლველად მოიპოვოთ და იმკვიდროთ უბრალოდ ის მდგომარეობა, რაც გწადიათ და პლუს შინაგანი სიმშვიდე და ჰარმონია მოიპოვოთ, ბრძოლაში არ არსებობს ჰარმონია, ასე მგონია. მაშინ ეს ინფორმაცია სწორად თქვენთვის არის. 10 იანვრიდან ვიწყებთ სრულიად ახალ პროგრამას. ერთწლიან პროგრამას. თქვენ იცით ხო, რომ 2017 წლიდან ერთწლიანი პროგრამები ყოველ წელს მქონდა ჩაშვებული ერთწლიანი პროგრამები და ესე წინასწარ ხდება ხოლმე შეთავაზება გაყიდვა და მხოლოდ 2025-ში ეს შეთავაზება არ გავაკეთე. იმიტომ ყველაფერს თავისი დრო, მნიშვნელობა და დანიშნულება აქვს. და აი ახლა მთლიანად წელი რომ საცაა და მიიწურება, გამიჩნდა ის შინაგანი იმპულსი და სურვილი, რომ რაც ამ ერთ წელიწადში დავაგროვე, გამოცდილება, მივიღე ინფორმაცია, გავიარე, უყურეთ, მე არ ვარ თეორეტიკოსი, მე ვარ ადამიანი, რომელიც ახალ ცოდნას რომ იღებს, ამ ცოდნას თავის თავში, თავის სიცოცხლეში, პრაქტიკაში და რეალობაში ცდის და ატარებს. და აი ამ ყველაფრის შედეგებს გიზიარებთ ხოლმე. შესაბამისად, სრულიად ახალი ერთწლიანი პროგრამა, რომელსაც ეწოდება გაარღვიე მატრიცა. ამ ბოლო დროს ძალიან ბევრია მატრიცაზე საუბარი და დაწყებული ფილმი მატრიცადან, რომელიც ითვლება, რომ დიახ, მართლაც ჩვენი ცხოვრების ალგორითმს გვიჩვენებს, გაგრძელებული ეგრეგორების სისტემით და ერთი სიტყვით რა. რას ნიშნავს მატრიცა? მატრიცა არის სწორედ დედამიწაზე ცხოვრების წესები. დადგენილი ცხოვრების წესები. სადაც არსებობს ორი
ურთიერთსაწინააღმდეგო მდგომარეობა ყოველთვის ყველაფერში ფაქტობრივად იშვიათი გამონაკლისების გარდა. და აი ეს პოლარობები ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პოლუსი, პლუსი და მინუსი, დღე და ღამე, სიბნელე და სინათლე, სიცხე და სიცივე და ასე ქალი, მამაკაცი, სიმდიდრე, სიღარიბე და ასე შემდეგ, ეს ორი ერთი მეორეს ებრძვის და ადამიანების უმრავლესობა აქ არის ჩართული. და თანაც უყურეთ მატრიცას აწყობს, რომ შენ დამარცხდე. იმიტომ რომ როდესაც მარცხდები ამ ბრძოლაში დრო და დრო, ხო? Ну, ხანდახან ვიმარჯვებთ ხოლმე კიდეც, მაგრამ ერთად მარცხდებით, ხო? და ამ დამარცხებისას ჩვენ გამოვყოფთ იმ ენერგიას, გამარჯვებისასაც გამოვყოფთ, მაგრამ სიხარულის და ბედნიერების ენერგია გაცილებით უფრო მოკლევადიანია, ვიდრე რაღაც რო არ გამოგივიდა და რო იტანჯები, აბა დაფიქრდი. 12 სხვადასხვა პროგრამისგან შედგება ეს ჩვენი ერთწლიანი პროგრამა გარღვე მატრიცა და ყოველი პროგრამა ამ 12-დან დაეთმობა ამა თუ იმ პოლარობაზე მუშაობას, ამა თუ იმ პოლარობის ამა თუ იმ ბრძოლიდან გამოსვლას დავარქვათ ასე და რა თქმა უნდა 12 ძირითადი ასეთი პოლარობა აღმოვაჩინე და პლუს ამას დამატებული ურთიერთობები საკუთარ თავთან და ღმერთთან ურთიერთობები. ეს არის ის ძირითადი პოსტულატები, ის ძირითადი თემები, ის ძირითადი საკითხები, რაც იწვევს ჩვენს შინაგან კონფლიქტს, ან გარემოსთან კონფლიქტს, ან ორივეს ერთად და ჩვენს ნევროტიზაციას და ჩვენი ენერგიის ამაოდ გახარჯვას, მატრიცაზე გახარჯვას. სწორედ ამას დაეთმობა ეს ერთწლიანი პროგრამა. ახლა უდიდესი ფასდაკლებით შეგიძლიათ რომ ჩაერთოთ. უფრო მეტიც ესე იგი შეგიძლიათ შეიძინოთ ეკონომ პაკეტი, სტანდარტული პაკეტი, შეგიძლიათ შეიძინოთ ოქროს პაკეტი და ყოველთვე გეგმავს Zoom შეხვედრებს, რათა ცოცხალი ურთიერთმოდებაც გქონდეს და თქვენს კითხვებზე პასუხი გაგცეთ, თქვენი ნაზრები გავიზიარო. და ასევე არის VIP პაკეტი, სადაც შეგიძლიათ რომ გარდა აი ამ 120 ვიდეოსი, რაც მთლიანად ერთწლიან პროგრამაში შედის, ყოველ პროგრამაში 10 ვიდეო შედის. გარდა ცოცხალი Zoom შეხვედრებისა თვეში ერთხელ, ასევე თვეში ერთი პირადი კონსულტაცია მიიღოთ ჩემგან. პირადი სესია, კონსულტაცია გააჩნია, რაც დაგჭირდებათ შესაბამის თემაზე. მოგწერეთ, მიიღეთ დეტალური ინფორმაცია და შემოგვიერთდით. ვიწყებთ 10 იანვარს. ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ პირველი 100 შემძენისათვის. შემდეგ ფასი გაიზრდება. უდიდესი ფასდაკლება, ასე რომ მოიწერეთ, სასიამოვნოდ გაგიკვირდებათ, ისეთი ფასი იქნება. გელოდებით.